მოგესალმებით ბათუმელობის პირდაპირ ეთერში. ჩვენ ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. როცა მოქალაქეები ისევ დგანან უწყლოდ საპროტესტო აქციაზე 327 საღამოა. როცა გრძელდება პროტესტი ქვეყანაში, მათ შორის ბათუმში. მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ბათუმში, თბილისში და დიდ ქალაქებში, არამედ ყველგან იცის პროტესტის ხმა და მოქალაქეების მთავარი გზა მინდა რომ ისინი არ შეგვიებიან რეჟიმს, დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში, გზის ჩაკეტვას ევროპისკენ და არ შეგვიებიან სინდისის პარტნიორების არსებობას ამ ქვეყანაში, ამიტომაც მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში და ითხოვენ არ ლეგიტიმური მთავრობის გარდდგომას, ასევე ხელახლა არჩევნების ჩატარებას. თქვენ იცით რომ ამ მოთხოვნებით უწყვეტ რეჟიმში საპროტესტო აქციები გრძელდება ქვეყანაში. გასული წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ რაც 20 წლების არალეგიტიმური მთავრობის პრემიერმა ერეკლი კობახიძემ პრაქტიკულად განაცხადა ევროინტეგრაციის კურსის შეჩერების შესახებ. მან თქვა რომ ევროკავშირში გაწერების შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე. ანუ პრაქტიკულად შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი და მას შემდეგ ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად ძალიან აქტიურ ნაბიჯებს, აქტიურ მცდელობებს თუ როგორ ცდილობს ქართული ოცნება ბოლომდე ჩაკეტოს, ჩახერგოს გზა ევროპისკენ, ევროკავშირისკენ და ჩვენ ხედავთ ამის გამოვლენებას იმაშიც რომ იგივე გერმანიამ თავის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი გაიწვია და განმარტებაც გააკეთა ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ რატომ გააკეთა ეს და მან თქვა რომ ეს უკავშირდება გერმანიის ელჩზე აქტიურ თავდასხმებს და იმ გადაწყვეტილებებს, იმ ნაბიჯებს, რომელსაც გამს ქართული ოცნება ევროინტეგრაციასთან მიმართებაში. მე მინდა ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით მათ შორის გერმანიის ელჩზე ასევე გახარიას პარტიის ბოლო გადაწყვეტილებაზე ვალაპარაკო, ვესაუბრო ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს. გახარიას პარტია როგორც ისეთ შედის პარლამენტში. გახარიას პარტიაც იყო ბოიკოტის მომხრე, როცა ამ დროის განმავლობაში 2024 წლის ოქტომბრიდან დღემდე არ შედიოდა პარლამენტში და მიიჩნევდა რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული და ქართული ოცნების მთავრობა იყო არალეგიტიმური, მაგრამ დღეს გახარიას პოლიტიკურმა გუნდმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი შედიან პარლამენტში და მათ თქვეს, რომ ამ ნაბიჯმა ან მანდატებზე უარისქმა არ გაამართლა, ამიტომაც უბრუნდებიან ისინი მანდატებს საქართველოს პარლამენტში. მოდი გავისაუბროთ აქციის მონაწილეებს. გოჩა, საღამოშდებისა, მინდა რომ გაგესაუბროთ. გახარიას შესახებ მინდა რომ კითხოთ, ბრუნდება ეს პოლიტიკური გუნდი პარლამენტში. მოისმინეთ მათი განცხადებები ბრიფინგზე, მათ თქვეს, რომ არ გაამართლა ამ ნაბიჯბაო, მაინც ვერ შეჩერდა ოცნების რეჟიმიო და ამიტომ ბრუნდებით, რომ გამოვიყენოთ ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტიო, რაც ხალხს ეკუთვნისო. რას ფიქრობთ მათ ამ გადაწყვეტილებაზე? ანუ მოვისმინე აღნიშნული გადაწყვეტილება, რომ ogithat მოულოდნელი იყო მეთქი, ვატყუება. ანუ თანმიმდევრული პოზიციაა მათი და ანუ თავიდან მოიგონის პოზიციაზე იყვნენ, მაგრამ შემდეგ ანუ ახალი წლის შემდეგ უკვე მათ საუბარში პოზიციონირებაში იგრძნობოდა რომ აპირებდნენ საპარლამენტო მანდატების გამოყენებას. ჩემთვის როგორც ერთი მოქალაქისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, იმიტომ რომ ერთპარტიულ პარლამენტს აქვს ლეგიტიმაციას და აზიანებს ჩვენს საერთო ვის თვალს შეაძლევს ლეგიტიმაციას? ან ვისთვის ექნება ლეგიტიმაცია ამით? საერთაშორისო დონეზეც ექნება ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ დელეგაციების წარმომადგენლობაში იქნება ოპოზიციური კვოტა, ვიცე-სპიკერებში ექნება ოპოზიციური კვოტა და ვინც ანუ დედამიწევნით არ იცის საქართველოს შესახებ ინფორმაცია არ აქვს, იმას თვალში რა ვიცი, მრავალპარტიული პარლამენტი იქნება და მრავალი ოპოზიციაც არის პარლამენტში, თქვი. მრავალპარტიულია იქნება. ანუ და ანუ აღნიშნული ძალიან დაგვაზიანებს მე ვფიქრობ. და ის არჩევნებად წოდებულ პროცესის მონაწილეობა შესავალი ნაწილი იყო მაგ ყველაფრის. მას რატომ აწყობს? გახარიას რატომ აწყობს პარლამენტში შესვლა და ეს პოლიტიკური ასე ვთქვათ სიმძიმე, ხო? იმიტომ რომ ხო, თექნოლოგიის თეორიების არ მიდია და არ მაქვს რაიმე ფაქტი დამტკიცებულება, რომ რაიმე სხვა იდეა და არგუმენტი მოვიტანო, ანუ ჩემ თავს არ გაძლევ პირველ რიგში, მაგრამ ჩემი ანუ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ანუ ოპოზიციონერობის როლზე ანუ როლს თამაშობს და უნდა რომ ოპოზიციონერად
წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების წინაშე შეიძლება პირადი სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის გაწმენას ცდილობს და არის რომელიც მოკავშირეა ქართული ოცნების ეგრე გამოდის ფაქტიურად მისი პოზიციონირება ეგრე გამოდის და შეიძლება მათი არგუმენტი ისიც იყოს რომ მაგალითად პარტიების აკრძალვას ხო აპირებენ და საკონსტიტუციო სამართლოში საარჩევნო შეტანას შეიძლება მაგისგან თავის არიდებას რომ აკრძალოს თავი დააღწიოს ხო საბოლოო ჯამში ისურათო ჩავხედო რა ვარ ჩემი როგორც ერთი მოქალაქის თვალში თავის ოცნების სამართლია და მოტივები ნაკლებად მაინტერესებს და ლოგიკა გამიკვირდა რაღაც მომენტი აი წინამდებობას როგორ აისახება ეს ამბავი რომ ოპოზიციის ერთი ფრა ერთი ნაწილი შედის პარლამენტში კონკრეტული პარტია როცა საპროტესტო აქციები დაიწყო აღნიშნული პარტია და მათი წარმომადგენლები როგორც რეგიონში ასევე დედაქალაქში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული მაგრამ რაოდენობრივად წარმოადგენენ ესწრებოდა ყოველდღიურ აქციებს და ერთმანეთს შევიდიგვეთ ხარდახარ ვიბდოდი რა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პერიოდი იყო და გასახარებელი და პატივსაცემი პერიოდია ეგ მერე გადაწყვიტეს რომ ქუჩით მოტესმა თავისი რესურსი და მიზანი ამოწურა შედეგი ვერ გავიდა და სამუშაოდნენ აღნიშნულ პროტესტს რაც ძალიან გულდასაწყვეტი იყო მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში ჩებოდნენ ესეთი ქონდათ ოფიციალური პოზიცია მაგრამ მე ვფიქრობდი და ვგნობდი თავისი სადაც რომ აპირებდნენ მანდატების გამოყენებასაც თავისი რიტორიკიდან გამომდინარე და არის კომუნიკაცია. ნუ ბოლოსზე გახარია წავიდა გერმანიაში და მაშინ თქვა წინასაარჩევნო პერიოდში რომ განვიხილავდა ჯერ მანდატების გამოყენების საკითხს, ხო? თავიდან თანმიმდევრულად ამბობდა რომ ახალი წლის მერე რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ფიქრობდა და უფრო მეტად აპირებდა მონაწილეობას ვიდრე არ აპირებდა, ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას არჩევნებთან მიმართებით არ ფიქრობდა და ეგ პოზიციონირება იყო თანმიმდევრული ლელოსთან განსხვავებით. ლელო თავიდან ამბობდა რომ არჩევნების ბოიკოტი იყო სწორი სტრატეგია და რამერი შეცვალა და მონაწილეობა მიიღო. ლელოსთან განსხვავებით თანმიმდევრული იყო რაც შეეხება მანდატების გამოყენებას და მიგრაციული მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში მიუღებელია როგორც ერთი ხალხი და მომავალში რავი ამომრჩევლები გასცემენ ბიულეტენებზე პასუხს. ეგეთია ჩემი საზრება და დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებში, ხო? რომელიც მედიეიშები ხდება. მათ არჩევნებად თუ აფასებენ ამ პროცესს რაც იყო ფოსტონდეს და მათი რომელსაც მე არ მივიშნევ არჩევნებად და ამ შედეგებიდან თუ მივიწერე რავი დედაქალაქში ალტინფორმატში მეტეხმები მიიღო და უწერეს და მანდატი მოიპოვა ვიდრე აღნიშნულმა პარტიამ რა და მე სიტუაცია და მოსახლეობა და და ყველა თავისი არჩევანია, ყველა თავისი გააკეთა, ყველა თავისი გადადგმული ნაბიჯი აგებს პარლამენტში. რავი, მე ვფიქრობ, გადასახადებს ამომრჩევლებისგან სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში. მადლობა, ეს გოჩამ ჟავანაძე იყო პროევროპული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. მოდი სხვებს მოусმინოთ იგივე საკითხზე მათ შორის რაც ფიქრობენ. საღამოშობისა კეთი თქვენი მოსაზრება საინტერესოა ასევე სხვების ნიკო გახარიას პარტიის გადაწყვეტილებაზე ბრუნდება ეს პოლიტიკური ძალა პარლამენტში ან მიყენებს მანდატებს ამბობს რომ შეცდომა იყო თავის დროზე მისი გამოუყენებლობა და არ გაამართლა ასე თქვა ამ ნაბიჯმაო ხო და ეხლა ყველა ინსტრუმენტი რომელიც აქვსო ამ მრჩევლს რაც ეკუთვნის ამას გამოვიყენებთ თქვენ რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე მე პირიქით მაშინ რომ ჩახსნეს ეს გამიკვირდა თორე საინფორმაციო ამბავია და მიკვირს ხალხს რო უყვის რომ უი გახარიას პარტია პარლამენტში შედის რას სულით გახარიას პარლამენტში შესვლა ანუ ჩემი აზრით მაინც ვერაფერს ვერ შეცვლის ეხლა ვიცით იგონიათ რომ რაღაც ნეგატივაცია მიჭება მათი პრობლემა აი მრავალპარტიულია უგვეთქვიან ხო პარლამენტში ოპოზიციაში პარლამენტში ლელოს გაუქმებული აქვს უკვე მანდატები ვერ შევა სამართლებრივად აღარა აქვს ეს გზა მოჭრილია ლელოსთვის კარგი რომ შეცვალოს არ გაიკვირდება ურავი შესაძლებლობა არსებობს როგორც ვიცი აღარა აქვს ამ შესაძლებლობა კარგი მაშინ მისალოცი მაგრამ ის მათ თქვენს ჩვენთან ბადრი ჯაფარიძე ინტერვიუში რომ თუ იქნება ხალხო არჩევნები თქვა საპარლამენტო არჩევნები თუ იქნება ამ არჩევნებში ჩვენ მივიღებთ მონაწილეობა ნუ იმეც არ კარგავენ და გამოვლეძენ მაგრამ ძალიან მეიჭება იმით რომ სამომავლოდ ეხლა ვნახეთ რამ რაღაც ძალიან დიდი პროცენტით ნაკლები მიიღეს ვიდრე პირველად ეს კოალიციაში
სახლში იყვნენ და კიდევ ერთხელ უკვე ალბათ ამდენსაც ვერ მიიღებენ და ვერ შევლენ ჩემი აზრით პარლამენტში. ანუ ეხლა ერთადერთი რასაც გახარია ეს გირჩიებოს და ასე შემდეგ ვინც ოპოზიცია არის ქოსების წისქვილს ასხამს წყალს რომ ნუ ფიქრობენ რომ ლეგიტიმური გახდებიან მაგრამ ყველა მიცის, ყველა სხვა საერთაშორისო ქვეყნებმა ჩვენს რომ ესენი ყველანი არიან, ანუ ჩემთვის ესენი არანაირად ადრე განსხვავდებოდნენ და არც ეხლა არ აქვს მაგას მნიშვნელობა, სახელი რა ერქვევა, დეგენი არიან ერთნაირები და ვიცი რომ სხვებისთვისაც ესე არის და არაფერი არ შეიცვლება, ანუ არ მოხდება მაგათი აღიარება, ასე ვთქვათ, მოკლედ რომ იმედი მაქვს რომ ხალხი გამოფხიზლდება და კიდე მინდა ბათუმლებზე ვთქვა დაჭერების გვახლობით 5 ბათუმელი დაიჭერეს. ამათგან მე ვიცნობ ბათუმის აქციაზე მხოლოდ ერთი დადიოდა. ანუ თუ ადამიანები არ მედრესეზე ამბობთ, ზურაბჭოზე ამბობ და ანუ იმის თქვა მინდა რომ შეიძლება აქ არ გამოდიოდეს ეს ხალხი, ფაქტია, ხო? ის 4 ადამიანი აქ ნამდვილად არ გამოდიოდა. ხალხი არის გაბრაზებული. კარკულ აქციებზე და დადიოდა ზოგადად. ანუ ხალხს აწუხებს რეალურად ეს ამბავი და ანუ ეს აი თუნდაც 20 ადამიანი რო გამოდის ერთი წლის განმავლობაში. ანუ ეს ხოლმე პრობლემა არის. აი თვლიან რაღაცას ამდენი ადამიანი გამოვიდა, ამდენი რაღაცა მოხდა. ანუ გამნიშნულობა აქვს 3 კაცის რო გამოდიოდეს ერთი წლის განმავლობაში ეს სხვა პრობლემა არის. კი, უკვე 327 დღეა და ეს როცა გრძელდება ეს უწყვეტი პროტესტი. უამრავი ადამიანია სინამდვილეში. ანუ შეიძლება აქციაზე არ იქნეს, მაგრამ გაქრაზებული არის ეს ადამიანები და რაღაც აუცილებლად მოხდება ეს გარდატეხა, რომ აი მართლა ერთხელაც უფრო მეტი გამოვა და აი მე არ ვიცი რევოლუცია მოხდება თუ რა მოხდება არ ვიცი, მაგრამ ეხა ისეთი მდგომარეობა აქვს, რომ მე მგონი ერთმანეთს გაიტანენ, არ ვიცი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ამ მეტოზე. დიდი მადლობა, ეს კეთი გოგიდიძე იყო პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მოусმინეთ აქციის სხვა მონაწილეებსაც. მოგესალმებით, ბოდიში გაწყვეტინებთ საუბარს, ორივე თქვენგანის მოსაზრება ძალიან საინტერესოა. მოდი კეთი თქვენ დავიწყოთ. გერმანიის ელჩის ამბავი რას ნიშნავს თქვენთვის? რა ეტაპი გვაქვს ახლა იგივე იზოლაციის კუთხით? გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გეცოდნებათ რომ გაიწვიეს, ხო? და ასე მოусმინეთ განცხადება რის გამოც გაიწვიეს, რომელს უკავშირდება პირდაპირ ქართული ოცნების პოლიტიკას ევროკავშირის მიმართ. თქვენთვის რას ნიშნავს ეს ამბავი და რა იცვლება იგივე იზოლაციის კუთხით საქართველოსთან დაკავშირებით? ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ ანუ მე მგონია რომ სავარაუდოდ გერმანია რაღაც ახალ ინიციატივებს გააჟღერებს იმ სხდომებზე, რაც იქნება შემდეგში, იმიტომ რომ ვიცი ქართულმა ოცნებამ აბსოლუტურად ყველა ზღვარი გადალახა უკვე საერთაშორისო, არა მარტო შიდა პოლიტიკაში, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაშიც, იმიტომ რომ დაუშვებელია დიპლომატიური კორპუსის მიმართ ასეთი განცხადებების კეთება, რასაც ჩვენ ვისმენთ და იმედი მაქვს, რომ ეს არ დარჩება უპასუხოდ და ეს ელჩის გაწვევაც იმას ნიშნავს ჩემთვის პირადად და ალბათ ობიექტურადაც, რომ გერმანიის მთავრობა აპირებს რაღაც ზომები მიიღოს საქართველოსთან მიმართებაში, ან თუნდაც ახლა. რამდენად აწუხებს თქვენ დაკვირვებით ეს იზოლაცია ქართულ ოცნებას, ან შეაწუხებს კიდევ ეს იზოლაცია? დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან აწუხებთ, იმიტომ რომ რაც არ უნდა ცდილობდნენ თავის მოჩვენებას თითქოს არც სანქციების ეშინიათ და არც საერთაშორისო იზოლაციის, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს არის მათთვის ძალიან დიდი პრობლემა. ამას აჩვენებს ასევე ისიც, რომ ძველი ქართული ოცნებიდან ფაქტიურად, რა ვიცი, რამდენიმე ადამიანი არის დარჩენილი თვითონ პარტიის სახე, იმიტომ რომ აბსოლუტურად ახალი ხალხი არის ჩვენ თვალწინ დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შიდა უთანხმოებები ძალიან ბევრი იყო, დიდი ალბათობით და ყველა არ არის ყველაფერზე წამსვლელი იმისთვის, რომ ერთი ადამიანის ახირებები იყოს დაკმაყოფილებული. ამიტომ საერთაშორისო იზოლაცია და სანქციები ჩვენთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბევრი ხალხის გარეთ დგომა, იმიტომ რომ თუ რა ვიცი 500 კაცი იდგება ქუჩაში, ამას ვერ ექნება ისეთი გამოხმაურება საერთაშორისო პოლიტიკაში, როგორც თქვა ბევრი ადამიანის გარეთ დგომას, იმიტომ რომ პირადი შეურაცხყოფები, რა თქმა უნდა, ძალიან ესეთი
იწვევს რაღაც რეაქციებს, მაგრამ ხალხის გარეთ დგომა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სანქციები დაწესდეს ამ ფიქტიური მთავრობის წინააღმდეგ. კახარია შედის ამასობაში პარლამენტში, რას სულიც კახარიას შესვლა პარლამენტში თქვენი აზრით? ახალი ამაში არაფერი არ არის, იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილეობაც იმის დასტური იყო, რომ კოლაბორაცია არის ჩვეულებრივი ქართულ ოცნებასთან, შესაბამისად პარლამენტში შესვლაც ამას ნიშნავს. არ გამართლა ამ ბოიკოტმა, ახლა ყველა ინსტრუმენტს რაც ქართულ ხალხს ეკუთვნის, ამას გამოვიყენებ პოლიტიკურად. ეს არის პირდაპირ კოლაბორაცია და ზოგადად კარგი იქნება თუ აღარ მივიჩნევთ ზოგადად ამ პარტიებს ოპოზიციად, იმიტომ რომ 4 ოქტომბრის ფიქტიურ არჩევნებში მონაწილეობა უკვე დაამთავრეს ამ პარტიებმა, როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა, მანამდეც დასრულებული ჰქონდათ, როცა თავიდანვე ამბობდნენ, რომ აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, ამიტომ ესე ახალი და ისეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. რამე იცვლება ლეგიტიმაციის თვალსაზრისით თქვენ? უკვე ალბათ აღარ იცვლება, იმიტომ რომ სადაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ეს სადაც თავისი მხრიდან აღიარეს ამ რეჟიმის ლეგიტიმურობა. და შესაბამისად მიიღებენ დამსახურებულ პასუხს ქართული ხალხისგან, დარწმუნებული ვარ ეს დრო აუცილებლად მოვა, იმიტომ რომ უკვე გვესწავლობთ თანდათან და კოლაბორანტებთან დიდი ალბათობით უკვე სხვა დამოკიდებულებები გვექნება. სხვა მხრივ კახარიასგან განსაკვირი არც იყო, იმიტომ რომ უკვე თვეები არა სამიზია ვილაპარაკი, ამიტომ თუმცა თავიდან მან აირჩია თვითონ ეს ბოიკოტის რეჟიმი, ხო? კახარიის პარტიის წევრები იდგნენ საპროტესტო აქციებზე, მათ შორის ბათუმში აქტიურად. რატომ მოხდა შემდეგ ეს? ანუ რა გაცვლებით მოქმედებს კახარია თქვენ დაკვირვებით? სავარაუდოდ პირადი შიშები, რაღაც დამოკიდებულებები, ზუსტად იგივე პროცესი, რის გამოც მიიღო მონაწილეობა წულწინის კომისიაში, რის გამოც წავიდა საზღვარგარეთ და განერიდა საქართველოს, ანუ ბევრი პრობლემა არის, ზუსტად იგივე რაც ლეოში, მაგალითად, ანალოგიური ხდება, ამიტომ რაღაცა უფრო პირადი თავდაცვის და ინტერესების თემად ჩანს ჩემთვის და ანუ შესაბამისად ამ პარტიებს აღარ მივიჩნევ ოპოზიციურ პარტიებად. ანუ ლელოს და კახარიას, ხო? ვინც მონაწილეობდა ამ არჩევნებში. სივრცეში განვიხილა უკვე ქართულ ოცნებასთან და ამიტომ არც მიყვირს არანაირი მოქმედება და არც რაღაც განსაკუთრებული ემოციები მაქვს ამასთან დაკავშირებით. მადლობა, ეს კეთი დოჭვერი იყო თქვენ მას უსმენთ. ნინე კაკულია მოусმინოთ საღამოშობისა ნინა, თქვენ ეს ფიქრობთ იგივე საკითხზე, კახარია შედის პარლამენტში, რა იცვლება ამით თქვენთვის? ბატონი კახარია ხო მოულოდნელი ეს ამბავი თქვენთვის რომ შედის პარლამენტში. ჩვენ როდესაც თემურ ქათამაძე მოგატონა დროინე დროშეთ ცნობილი თემურ ქათამაძე ჯერ კიდევ დაკავებული იყო თბილისში იმყოფებოდა. მაშინ დაგვადეჟეს კახარიას ოფისში შედგა საუბარი მანამდე მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდშიც კი მიმაჩნდა რომ ის შევიდა იზოლატორში კახარიას აბო პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან დამართა შეხვედრა მათი ისეთივე იყო მანამდეც მქონდა და თქვენი ყავით როგორც მეუღლე ამ შეხვედრაზე ხო? მეც დავესწარი ბატონი კახარი არის ჩემი აზრით მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი, თუმცა პოლიტიკური სკოლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა რაც შეცდომებში დაუშვა. დიდი შეცდომები და მაი როგორც კეთილ აღნიშნა, ახლა უკვე სხვა გზა არ აქვს. შინეს შანტაჟსაც ალბათ ადგილი რაღაცა ალბათ ცნობილია და ძალიანაც რო უნდოდეს ამ თამაშიდან გასვლა ვერ გავა. და ჩემთვის არ ყოფილა ეს დიდი ამბავი და ანუ ფიქრობთ რომ ოცნების მოკავშირე და ოცნების სტრატეგიული თამაშის ნაწილია უკვე გახარია. ოცნების წესებით თამაში უწევთ. ახლა რომც არ უნდოდეს ახლა ამ პერიოდში ეს უკვე ვეღარ შორდება იმათ ორბიტას. ხო. და სავარაუდოდ აქვს ადგილი შანტაჟს და დაშინებას. ოცნების ფავილენ კახარიას და მისი პარტიის მიმართულად. და ამასობაში აპირებს ოცნება რომ აკრძალოს პოლიტიკური პარტიები ქვეყანაში. ხო, ახლოს დღეებში შემოვიდეს არჩელი აი ამ შენობაში, საკონცერტო სასამართლოში.
ხო ეს რა შედეგზეა გასული და რა სურს ამით რამეთ იცვლება ამით არსებითად ვითარება იმიტომ რომ თავად პოლიტიკური პარტიების ნაწილი ამ თქვენ თემურ გვერდზე ველაპარაკეთ ჩვენ აი აქვე და მან ის ამბობდა რომ დღეს აღარ არის უკვე მარტო პარტიების ეს პროცესი ის წინამორბედება ეკუთვნის მთლიანად ხალხს და პოლიტიკოსი როცა არის ამ საპროტესტო აქციაზე არის არა კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი არამედ მას სურს რომ ამ პოლიტიკურ აქტში ამ პოლიტიკურ დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღება ხო აი თქვენ რა შედეგზეა გათვლილი ივანიშვილის ეს ნაბიჯი ყოველ შემთხვევაში ოპოზიცია ასეთი თუ ისეთი ძლიერი თუ სუსტი ხელს უწყობს პოლიტიკური პროცესების აი განსაღი პოლიტიკური პროცესების წინაპირობა არის და როდესაც პარტიები იქნება აკრძალული და მოისპობა ყველანაირი ოპოზიცია welcome to USSR ერთპარტიული სისტემა გზახსნილია რაც მოესურვებათ იმას გვექნება ისევ საბჭოთა კავშირი ხო საბჭოთა კავშირის მსგავსი სისტემა და რუსეთში ანალოგური სიტუაციაა დღეს როცა არ არის არანაირი ოპოზიცია არის პარტიები არსებობს მაგრამ ეს ეფექტიური ოპოზიცია რეალური ოპოზიცია რუსეთს დიდი ხანი არ ყავს ასევე ბელარუსს არ ყავს მაგრამ ბელარუსში კიდე არიან ძლიერი ლიდერები რომლებიც დაპატიმრებული ყავდა ლუკაშენკოს და ახლა გამოუშვეს და ისინი შესაძლებელია რომ მათ გარშემო შემოიკრიბონ რაღაცა ძალა და შექმნან ამას პროჭირდება რა თქმა უნდა ჩვენ შემთხვევაში ოპოზიცია რაც კი გვყავს ახლა ვერაფრით ვერ გაერთიანდნენ და ხალხს ვერ აჩვენეს პოლიტიკურმა ძალებმა რომ მზად არიან თვალი დახუჭონ რაღაცა წვრილმან უთანხმოებებზე და იმოქმედონ ერთად ეს უმთავრესი დაკვეთა რომ გაერთიანდნენ ამას ვერ ახერხებენ და ამის გარეშე რა ფაქტორები რჩება საიმისოთ რომ მიაღწიოს წარმატებას ამ წინააღმდეგობამ თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესის განვითარებას ამ ეტაპზე ჩემი აზრით უფრო საგარეო ქვეყნის საზღვრების გარეთ განვითარებულ პროცესებს აქვს დიდი მნიშვნელობა და საქართველოს შიგნით ჩვენ მე ვერ ხედავ რესურსებს ამ ეტაპზე და როგორც ასევე კეთილ აღნიშნა რომ ჩვენ გარეთ ყოფნასაც დიდი მნიშვნელობა რომ საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენოთ ხალხის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ნება და ჩვენ არ ვეთანხმებით დიქტატურას პრაქტიკულად ხო დიქტატურას დიახ და მე უფრო იმედი მაქვს იმით რომ საზღვარგარეთიდან გვაშურება რაღაცა რა თქმა უნდა უკრაინის ომის შედეგს აქვს რა შედეგი დასრულდება დიდი მნიშვნელობა იმედია რომ სანქციები ეკნება მნიშვნელობა ვაი ვეებში რო გაიწვიეს გერმანიის ელჩი გერმანიის ელჩი ხო ალბათ გერმანია აპირებს რაღაცა ნაბიჯების გადადგმას უკვე აი გავიდა ყველა თარიღი დათქმული ხო ვიზა ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით და რადგან ჯერ კიდევ არ ჩქარობენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ვიმედოვნებ რომ ხედავენ რაღაც პოტენციალს ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში და ჩემი აზრი ისეთია რომ თუ გვეშველება ამას საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით ქვეყნის შიგნით მე ჯერ ამ ეტაპზე რეალურ რესურსს ვერ ვხედავ. დიდი მადლობა ეს ნიკაკულია იყო ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის კიდევ ერთი აქტიური მონაწილე. ასეთია დღეს გზავნილები აქციაზე გამოსული მოქალაქეების გზავნილები გრძელდება პროევროპული საპროტესტო აქცია ბათუმში 327 საღამოა როცა უწყლოდ საპროტესტო აქციაზე დგანან ისო მოქალაქეები ბათუმის შემთხვევაში აქცია იმართება ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან სწორედ ამ ადგილას გამოდიან მუდმივად მოქალაქეები ნებისმიერ ამინდში ეს იქნება წვიმა თოვლი თუ ყინვა თებერვლის დღეებშიც კი კაროებიც კი იყო გაშლილი მაშინ როცა მზიამაღლობელი პირველი ქალი პოლიტიკური პარტიამ საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შიმშილობდა მაშინ აქ სოლიდარობის ნიშნად იყო გაშლილი კაროებიც თოვლიან ბათუმში ასე რომ ნებისმიერ ამინდში მოქალაქეები დგანან ქუჩაში და ის გამოხატავს ძალიან მარტივად
იმზაობას, რომ მოქალაქეები არ აპირებენ, რომ შეეგუონ დიქტატურას ამ ქვეყანაში, ჩაკეტილ გზას ევროპისკენ, რაც პირდაპირ ნიშნავს ამ ქვეყნის საფრთხეს ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის, დამოუკიდებლობისთვის, რადგან ძალიან მარტივია დავინახოთ თუ რა შეიძლება დაემართოს საქართველოს აგრესორი რუსეთის პირისპირ დასავლელი და ევროპელი მეგობრების რეალური პარტნიორების და მხარდამჭერების გარეშე. ამიტომაც მოქალაქეების ამ უწყოთ საპროტესტო აქციას გამოსული მოქალაქეების გზავნილები არის ძალიან მკაფიო, რომ არ შეიძლება დღეს ამ ბრძოლის შეწყვეტა, მაშინ როცა საქართველოს ჩაუკეტეს გზა ევროპისკენ, ამით პირდაპირ შეუქმნეს საფრთხე მის სახელმწიფოებრიობასა და თავისუფლებას, რომ საქართველოს პირდაპირ გადადის ამ გაწყვეტილებით რუსულ ორბიტაზე და რომ არ შეიძლება საქართველოში არსებობდნენ პოლიტიკური პატიმრები, რომელიც რაოდენობაც უკვე 100-ზე მეტია. თქვენ იცით, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობა კიდევ უფრო ამკაცრებს თავის რეპრესიულ მიდგომებს, ეს შეეხება როგორც კანონებს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებებს, რომელიც არის მიმართული იქეთკენ, რომ ჩაახშონ პროტესტი ამ ქვეყანაში. მოქალაქეები კი ისე ურყევად დგანან ქუჩაში აი უწყოთ საპროტესტო აქციებზე. ასეთ იყო დღევანდელი საღამო ბათუმში და ბათუმელების პირდაპირი ჩართვა. ესწრებოდეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯი, რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. მდროებით.